მანქანა ვიქირავეთ. We rented a car. Luca driving. He's out somewhere, I think, taking a piss. We rented a car. We have it for a few hours, probably. We're gonna go around the autonomous region of Ajara and see what there is to see. You know, we're gonna see the history. We're gonna see the culture. Look into the Laz culture, the Colchis culture. Yes. And yeah, it's gonna be great. You already know what's going on, but You already know. It's my first time driving a Wrangler outside of Valet. Yeah. Are they? It's a nice car. It's easy to drive, right? Huh? It looks easy. No, actually, it's difficult because the wheels come out on this a lot, so you need to be very wary. Oh yeah. Oh. Yes. Yeah. Ethnic Museum. There we are. Alright, so now we're at the Ethnic Museum, Portugal Ethnic Museum, and let's see what it's all about. Shall we? Აი, ძალიან ცუდად გამოიყურებით. ბავშვები 7-დან 14 წლამდე არის უფასო. შენ უფასო. ხო, ქართველი გორს ხო. მოკლედ შესავალს, რომ ეს არის პირველი კერძო მუზეუმი საქართველოში. და რასაც ახლა დაათვალიერებთ, ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ შექმნილი. ეს გახავთ ქემალ თურმანიძე, 65 წლის ვარის, დღემდე ძალიან აქტიურად მუშაობს. ქემალ თურმანიძე. ექსკურსიის დროს მას შეხვდებით და გაგაცნობთ ასეთ გალერეასაც გაქრებთ, სადაც თავისი ხელნაკეთი ნივთებია გამაგრებული. ამ მუზეუმში არის გაფასებული 70 მსგავსი მანეკენი, რომელიც როგორც გითხარით, ბატონი ქემალის მიერ ხელით არის შექმნილი. გამოყენებულია როგორც თიხის მასალა, ასევე ხე, პენოპლასტი, სხვადასხვა მასალა არის შერეული. აი ეს ყველაფერი არის ძველი. ბატონი ქემალი მოგზაურობდა მაღალმთიან აჭარაში და ძველ ნივთებს, ისე ვთქვათ, კარ აგროვებდა, ხო? პირველი 5 ხელთათვანი არის 120-130 წლის წინანდელი. ხოლო წინდები დაახლოებით 70-80 წლის წინანდელი. აი საჩეჩები, რომელსაც მატყლად შეჩავდა, შემდეგ ძაბს დაამზადებენ, ამ ძაბისგან უკვე მოქცეოდნენ წინდებს და ხაზმონებს. კარგავდნენ, რასაც ხედავდნენ ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო მათი ნამუშევრები. დავაკვირდებთ ქალბატონებს ყველას თავზე ახლავს, ხო? იმიტომ რომ ამ პერიოდში, ანუ ეს მუზეუმი რასაც აღწერს, აჭარა ჯერ კიდევ ოსმალების მიერ იყო დაყვავილი 3 საუკუნის განმავლობაში. ამიტომ აი მათი გავლენაც არის აქ ნაჩვენები. ეს ვიცით ხო რაც არის? მუშაობდა იცით? ნახში იმას ყვირდნენ შიგნით. ხო, ნაკვერცხალს გასხოდებოდა, შემდეგ გაუთავდა. ესეთი თუ არ მხოლოდ აჭარაში და საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენებოდა. თუმცა დღემდე აქტიურად იყენება ინდოეთში მაგალითად. საკრავი მანქანა ზინგერის თემის არის, ეს ძალიან ცნობილი გერმანული ბრენდი. Kemenci. ბერძნების მიერ შემოტანილი საკრავი არის, როგორც ვიოლინოს ამ მსგავსი პრინციპით უკრავა. მე მინდა ეს ფანდური ეს საკვა გადაწყვეტა თქვენს, ხო? საკვა ხორუმი. გონიოს ციხის ფონზე თანამედროვე მხატვრების მიერ. აქ მივდივართ დღეს, ხო? Alhamdulillah. მაზე შუაშეძლების ოჯახი, აჭარის სამოხასიათებელი, შემდეგ გაჩვენებს კიდევ ოჯახს, რომელსაც როგორც ცხოვრობდნენ. ანუ ამ ოჯახში გაძვირადღირებული ხალიჩები და ავეჯი არ არის, ხო? ამ ოჯახში ასევე სწავლის დროც არჩევათ, იმიტომ რომ გოგონა ნახეთ ბებო საოჯახო საქმეებში ეხმარება, ლობიოს არჩევენ. ბუხართან ჭადი ცხოვრება, ვიცით ჭადზე ჯვარი რატო არის გამოსახული? ნახეთ, როგორც გიხარით ეს პერიოდი, როცა აჭარა ჯერ კიდევ ოსმალების მიერ იყო დაყრდნობილი, ხო? როცა აჭარელები გამოსცემდნენ რომ შეენარჩუნებინათ ქრისტიანობა. ჭადს რა გამოაცხადა და სიმბოლურად ჯვარს დაუსვამდნენ, ხო? როცა მტრებიაკი ხან რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ მარტივად დატყდეს. ანუ ეს პატარ-პატარ დეტალებით მუდმივად ინარჩუნებდნენ რელიგიას და რწმენას. აი ბუხრისავით არის შებოლილი ქათმები, აგრეთ წოდებული აპოხტები, ამდენი თოვლის გამო თუ გარეთ ვერ გადიოდნენ, ერთი კვირის განმავლობაში ზვარგისი ვარ მიერთოთ, იმიტომ რომ მარილში ინახებოდა საკმაოდ ბარიანი. ანუ შებოლილი ქათამი ასე ვთქვათ.
აბა ეს საკვანი არის მუზეუმის დამფუძნებელი საკვანი, ბატონი ქემალი. ჩურჩხალა გიყვართ? რა თქმა უნდა. არის ოფიალურ შეფიკაია. ჩურჩხალა, იცით ის განსაზრდებოდა ხო ყურძნის განსაზრდებოდა? კლაპი. კი, კლაპი მართალი ხართ. ჩურჩხალაზე კიდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს ჩურჩხალას. აი როცა მეომრები ომში მიდიოდნენ ხოლმე, თან გაიყალიბდნენ ჩურჩხალს, იმიტომ რომ მარტივი იყო შესანახად ენერგიით და კალორიით ავსებდა. კი, ანუ ხო, ძალიან მარტივი შესანახი, არც ტემპერატურა არ ჭირდება. ბორბალი დაერქვა სიმინდის. ხვილები დღემდე არის აჭარაში, მაგრამ წყლის ენერგიის ნაცვლად იყენებენ ელექტროენერგიას. Lazian house, bicho. როგორ გაიხარდა მაგას უკვე. შენი სახლი. ზოგადად მაღალში აჭარის სახლები შენდებოდა ხისგან, მაგრამ აი ლაზები, რადგან ზღვასთან ახლოს ცხოვრობდნენ, ზღვისგან და ნესტისგან როდესაც სახელი ყენებენ ფლაკა. საზაფხულო სახლი რაც უშვებ წაღარ ნახეთ, ახსოვთ რძის პროდუქტებს შევამზადებენ. ანუ ზოგადად ტურისტები როცა მოდიან საზაფხულო სახლი გონიათ რაღაცა დაჩა და მოსასვენებელი სივრცე. იდეა შეიძლება სამუშაო ადგილი რა, მაგრამ რაც უფრო დიდი რაოდენობის რძის პროდუქტი შეაგროვდა, მით უკეთესი იყო მათთვის. ხალხი, რომელიც არის მზის და სიცოცხლის სიმბოლო. სიცოცხლის რატო ყოველთვის რეალებს არ ჩერდება, ხო? აი, ხორდაფულზე 5-10-20 თეთრიანზე ბორჯღაო არის გამოსახული. რაგბის გუნდი თუ გაგიგეთ, ბორჯღაოს ნაბის ეძახიან ხოლმე საქართველოში. ასევე ხინკალსაც თუ ზევიდან დავაკვირდებით, ნაოჭებში ხო თითქოს წააგავს. და ჩვენი მუზეუმის სახელიც არის, ნახეთ, ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღაო. ანუ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო არის ქართულ მითოლოგიაში. ფეხის წამოუკრა. ამას დაიტაკა. ანუ რასაც ებრძვათ, ყველაფერი ხეზე ამოკვეთილი. ბატონი ქემალის მერე აი გაგაჩნდა თქვენს უკან. ბატონი ქემალი გავარჯოთ. ახალგაზრდა ბავშვები ცოტა არ მოწონთ როგორც თქვენ პოზიცია. არა მიხარჯოთ. გავარჯოთ. ყველა ვარ ბავშვები. როგორც მოგახსენათ, მე გახლავთ ამ მუზეუმის დირექტორი, დამფუძნებელი, საჭიროების შემთხვევაში ექსკურსია მწყვეტი ამ ნაწილში. 86 წელი, როდესაც დავიწყე საქმიანობა, ჩემი გადაღებული ფოტო და დაბეჭდილი იმ დროისათვის 94, ანუ ჩურჩხელა რო ნახეთ, მაკეტი, მანეკენი, სალოცავის მაკეტები, შენობათა მაკეტები, ნავი, ქანდაკებები, ხეზეკვეთილობა, სადაც იმყოფებით, ეს არის ჩემს მიერ შესრულებული და შეუქმნელი პირველი კერძო მუზეუმი საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ეს მუზეუმი ბევრია, მაგრამ აი ასეთი კერძო მუზეუმი ეთნოგრაფიული ეს არის ერთ-ერთი. რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე შემოსავლებით, არავით არის სახელმწიფო ბიუჯეტი აქ არ არის გადაჭრილი. და ბორჯღაოს სიმბოლო ისევ და ისევ რა. ეს რო თუ არის აი ეს არის თავის ხალხები, წეღარო ნახეთ, ერთ ხელში გამოთვლილი ჯაჭვი, ეგეც იგივე, ნახე, აი აქედან, აქამდე ერთი მთლიანი ხე არის ყოველგვარი გადაბმების და შეწევების გარშე. აი ვახტან გული ხო იცით როგორ დაილევა ხოლმე, ესე რო სვავე ხო? ზოგადად ეგ არის ერთი ნარაკომფორტო, ზოგი მაღალია, ზოგი შორს დგას, ზოგი აი ეს პრობლემა გადაჭერა. თავისი იდეით არის შექმნილი, სხვა გამორსად ვერ შეხვდებით. კი, გაიჭირა. ეგ აღარა საჭიროა, ეს შექმნება. ჯაჭვი შექმნილია. მოდი გადავიღოთ ეგრე. დაიჭირეთ ეს. ნიკოლოზ დაიჭირე. Cheers, brother. აია. ახლა ფოტო მინდა, მეც მინდა. ფოტო მინდა. დაიჭირეთ ეს. ფოტო გადაიღე. მე ეს. ვიდეოში გავიგე. კაი. ვიდეო. აქ კიდე ნახეთ, აი გამოყენე შეიძლება. ისე ნანგარში შეგვიძლია. დუმატა. ჩემი სახელი და აქეთ მეორე გვარი. როდესაც დიდი ნივთია, აი იგენი უკვე წელსაც ვაწერ, აქ ახლა პატარა დაჭერებდა, იქ ქვიჯები და ეს იბანდებს. იმიტომ რომ ჩემი აკვანი იქ, მოგაჩვენეთ ჩემი. კი, ჩემი აკვანი გვერდით კიდე. ხო, ნახეთ, უფრო ფეროვანი რო იყო, ხო? აი იგე როგორ დამიდით ისიც ჩემი შვილე და მისი მოჩუქურთმებულია ყველაფერი. ვაა. თავის თვითონ ორნამენტებს ჭრის. გარდა თვითონ აი ორნამენტებს მოჭი დანახული ყველა არის თავის ხელით. იბადო. How do you like it? Fire. Do you understand what she's saying? No.
ესეც თავის ნაკეთობა. პანდემია ხო იყო 2019-ში დაიწყო, ხო? ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ჩაკეტილი იყო, ხო? მაგრამ მე ასე თქვენ ერთად სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებს შეიკრიბეთ ასე მეგობრო, მე თქვენ საყვარელი შემოგვეთ ეს კუთხე უნდა საბჭოთა კავშირი, საქართველოს ფული, თურქულისა, ახლო აღმოსავლეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირი, ევროპა, ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკა, ვერცხლის მონეტები, რუსეთი. ეხლა არა გააძრო. What's არა, კორეულია. ეხლა სამხრეთ აღმოსავლეთ აზია. სამხრეთ აღმოსავლეთ აზია. ნუ სხვადასხვა ქვეყნებია ეხლა. აი რუსეთი 2012 წელი ხო? ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა. ვაუ. ეხლა SSRK საბჭოთა კავშირი, რუსეთი და საქართველო. შემდგომ აფრიკის კონტინენტები. და ეს როგორ ის კოლექციით თუ მოქონდათ? წლების განმავლობაში ვყიდულობ მოსახლეობიდან. ოკეი. ჩემი ბიჭი ახლა ჩართული ამ ამბავში. კი ბატონო. ევროპა, კავკასიის ქვეყნები, შუა აზია, ახლო აღმოსავლეთი. ამიერკავკასია 17-22 წელი ხომ დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ერთი ფედერაცია ხო იყო, ერთი ფულის ერთეულიც ჰქონდათ. საბჭოთა კავშირი 1917-61 წელი. რუსეთი 1917-1922 წელი. ანა ახალი კოლექცია მოგვდის, რომელიც სამატები აქა და გასაფართოებია აი ეს. ეს რაც არის იმაში? ეს ვაფშე ძველია, ხო? ხელით კეთდება. გადავიდეთ. ეს არის. ეს რევოლუციის პერიოდი, ანუ საბჭოთა პერიოდი. იგენს ხელსაროში. This is the best museum experience I've ever had. New version of the Yo. Let's look at these. No, this guy's actually the goat. I know. Let's look at him. Oh, guy. Wait, are you gonna cross yourself for the first one over there? მოვედით. მოვედით, თავარი ფოტოგრაფი. ხო, მეც მაგას ვეუბნები. კედა არა. ახლა მივდივართ, უნდა ვნახოთ ჩანჩქერი და ხიდი. მაგრამ მანამდე სპარსში შევხვდით. საერთოდ ეს ქართული საჭმელი. ყველა ქართველი ამასობს ყოველ. სანდროს მომიდან მარტო ესენი მიაქვს საჭმელი და კაცო. ჯიგა. აირონი. აი, დაღლები იყვნენ დაკარგულები და ჩვენ ვიპოვეთ. 1 2 3 დოგვიან შეთავაზეთ. ნახე ესა დიდი ძოგი, ჩემი სიყვარული ესა, ნახე. აი, მოდი ეს დანახე. აი, შეჭახო. ვიპოვეს. ეგ არ შეიძლება შეთვის. გამოდურჩელია შეჩემო. ურჩელს რატო ჩა? Oh, ხიდი იქ არის. Bro, there's cables literally everywhere. Get pizza. Ey, They ruined this shit, bro. There's way better bridges. Ой, ხედავ შენ რო. Gerçek Ayran Türkiye var.
ამის დატოვება მინდოდა ეს რატომ მომაკ. სად ავტოვებთ? აგერ მივდივართ. მოიცა, სწორად არ მივდივართ, იქითაა ჩასასვლელი. ლუკა, აქედან როგორ ჩავიდა? იქ არის კიბეები. გაყვერებ რა. Yo! Look it up! Salam alaikum. Shem salam. Yo, what's up, bro? What's up, bro? Yo, this guy bald, bro. Yo, what up, cut? Yo, what's up? This good. Who? Donation. What? I was thinking that it's... Oh, მოიც ერთის. რაც არიელია მოდი ზემოთ. პური, ხორცი, კოკაკოლა. და წვენი. არ არის ცალი ერთად. საჭმელია. საჭმელია. ქართველებისას სოფასია. რა დათვალიერებისა კი 5 ლარია ეს. აჰა, დრო გაგისმის. ასე რა, 10 წუთი როგორ 50 ლარა. ამერიკელებისთვის რა არის ხო? 10 წუთი რო უკვე 25 ლარი გამო. დოლარებზე ამერიკაში. არა, 100 დოლარი ერთი წუთი ხო? არა. ასე თუ დათვალე შეიძლება ჩასვლის ფული აღარ არის. თია ისე ვარიანტია ყველა პონჩი. იყო ეგ დატოვოთ რა. არა, რა გინდა სახში გასულ. ელენე. პატარა პარკი მომეცი. მათე. ეს შენ რა ფერს აყიდულო? რა თქმა უნდა, ქართველი. ახლა მაგის თქვი რომ ეს ბიჭი ქართველი არ არის. არა, საქართველოში ცხოვრობს. So, I just bought a little nice souvenir. მოიცა? Just got this. It was 3 lari. 3 lari. 3 ლარი არის 1 ევრო. No. კი. ბედნიერება შენ გეწევა თუ კაია. ახლა მივდივართ ჩანჩხერზე. ბიჭო, აქ ფული უნდა გადავიხადოთ, იქ წერია. იქ წერია რომ ფული უნდა გადავიხადოთ. 40 ლარი. ერთი ლარია. 40 მანქანაზე. ო, მოდი თუ. Waterfall. Wow. იქიდან გადაგვიღე რა. ო, ეს მაგას ვიწევდი. It's a beautiful day. ხო, სწავლობ. მამა ჩემი არ მასწავლა. ოჩახ დედას, რომ ქართული იცი და თურქული გიჭირს. ოჩახ დედა ქართველი, ხო? ძია. ხა. ზესტაფონი. დედა. იქ გავიყო. როგორ ქუთმო? ნიკა აღარ ხარო, ხო? რა უნდა უყიდოთ ამ? მანახა? ნამდვილი. არა, ძალიან. მაფუ. თავის. ჩვენ რა ვიყიდეთ? ერთი გაშაქრული თაფლი ჩემთვის და ერთი დიდი აჭარული თაფლი. ეს თაფლია? დენილის მამა. ე, ყველა თაფლი. აი დედი, აგე, წაბლის თაფლი, ესა და შაქრული. აა, ოკეი. მოდით. 1 2 3 if you take. I will take 2. როგორ პასაჭა. მაგარია. აჰა. მაგარი ყოფილი. კი. აი, კიდე ერთი დღე რო გქონდეს. კიდე ერთი დღე ხო. Airbnb ხო არ ვიყო ახლა. არა. აი, შენ რა იყიდე? კონახ რა იყიდე? Unboxing-ი. თან ისურვეს კაი სარდეგზელო. ყველა ხაფურცელი ქნავონანაიდა ჩილვენოინანაიდა შენ რაიჯები ციფლავონა
ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა ბევრი ხანია ვერ გხედავო ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა ჩემო ლოპიებ წითელავო ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა ისამე გოგო მოგიხდება ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა შენი წელი შენ გიხდება ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა შენ წელი ჯილველოი ნანაიდა ჩამოვედით გონიოში დაუწე იკო გონიო ვარიაცი გავწდით გონიოს მივიდივარ თურქეთში მივიდივარ ვარიაცი და ახლა მივდივართ თურქეთში სად მივდივართ სარპი try passport is ხო გაქვს პირადობა? არა. რატო არ? არაფერი არ გაქვს. არა მაქვს. პირადობა როგორ არ გაქვს? არ მაქვს. დუბდიქრო ამიყვანე ვიტე. და ჩამოვედით. როცა ჩამოვედით, რა ვიცი. ბიჭო უყურე ამათ მეჩეთი აქვს? აგერ ეკლესია. Yeah. სადაა დანიელ? მარტო გადავა. ისეთი ტიპია. მარტო გაიპარა. ლომი სადაა დანიელ? სადაა დანიელ? რა swimsuit ბიჭო გადავა. ნუ ვიცი რა შეჩემო. სარპი. არ გინდა? არა. გასაკეთებს ბიჭო მართლა ჩავიდა. ჩამოვედით ახლა ვარ სარფში. დავე, არაფერი განსაკუთრებული. ოიმე! დედა რა ხარ? ოი, ბლიად. ხო, სარფში ვარ და აი ეს არის ეკლესია. აგერ არის საზღვარი, იქით არის თურქეთი და ეს არის მეჩეთი. აი ეს. ეს არის ლუკა, დანიელი, ანდრეი. ანდრეი, რა საკეთე? ჩვენდრივ. This is Sarpi. And I'm in Sarpi. Sarpi. შენ რატო არ იბანავე? ბიჭო, რატო არ ვიბანავე? დავიღალე. აუ, ჩაჭი კიდე წინ დავატრიალო. წინ ვატრიალო. მალე. დავაი. დაგველოდება. დაგველოდება, წადე. წინ დავატრიალო საკ. რა დავატრიალო? ახლა? ხო.